თბილისის სამარსეტმა სტარტი დღის სეტით აიღო. ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს დაუწყარი დღეებია ჩუქა და ასაკის მიუხედავად ყველა მსურველს უმასპინძლა. როგორ გრძნობ თავს? ძალიან კარგად. ვინმე სოლოდები განსაკუთრებით რომ აუსმინო? აი ველოდებოდი და უკრავს კიდევაც. როგორი განწყობა აქვს სამარსეტს? დადებითი ძალიან და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყველა იღებს და ბედნიერია. და კარგი მუსიკაა ძალიან. როგორი განწყობა გაქვთ? აუ ძალიან მაგარი განწყობა მაქვს, აი ძალიან კაი არის რა, მართლა. ვის სოლოდები განსაკუთრებით? რავი, ესე არ ვიცი, რავი რა, არ ვიცი ეს. წინა დღეებშიც იყავით თუ დღეს მოხვედით? ანუ არა, დღეს მოვიდი მარტო. და ღამის სეტზე გადანაცვლებას აპირებ? კი, ვაპირებ. ანუ ეხა ველოდები მეგობრებს და მე უნდა გადავინაცვლოთ ღამის სეტზე. გამარჯობა. როგორ განწყობაზე ხართ? ძალიან მაგარი. ძალიან კარგი. როგორია თბილისური სამარსეთი? ძალიან კაი. მაგარი. შვენიერი. ვინმე სოლოდებით განსაკუთრებით? გუშინ იყო ყველაზე მეტად ვისაც ველოდებოდი და დღესაც ძალიან კარგი დიჯეები. გუშინ ის იმდენად მაგარი იყო, რომ ესეთი მაგარი ჯერჯერობით არ ყოფილა საქართველოში და დღესაც ველოდებით რომ დახურვა იქნება ძალიან მაგარი. ანუ ღამის სეტზე გადანაცვლებას აპირებ? აუცილებლად. ეს რიგით მეოთხე სამარსეტია, პირველი 2012 წელს ჩატარდა ბათუმში, მეორე 2013-ში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი და მასშტაბური იყო, შესაბამისად კლუბური ბუმი, ჩემი აზრით, ალბათ აქედან იწყება. 2014-ში უკვე თბილისში გადმოვინაცვლეთ ბათუმის არასტაბილური ამინდების გამო და დღეს პატარა ჭადოსნურის სამყაროც გამოგვივიდა მგონი. ქართველ და უცხოელ არტისტებთან ერთად წელს სამარსეტმა ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს კონსერვატორიის სტუდენტების მიერ შესრულებული ოლაფურ არნალცის კომპოზიციები შესთავაზა. თბილისის სამარსეტი, როცა დაიგეგმა, ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ, ჩვენი ვიდეოები ნახეს და შემოგთავაზეს, რომ დაგვეკრა დღეს 10 ივლისს და მგონი ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან გახარებულები ვართ, რომ ოლაფური ვნახეთ და დაველაპარაკეთ კითხვები დავუსვით. რთულია ჩემთვის შეფასება. მე არ ვარ მასწავლებელი და არც ვუკრავ ვიოლინოზე. მაგრამ ეს არის შესანიშნავი, რასაც თედარტი აგებს. ჩრდილი, სიგრილე, კომფორტული გარემო, კარგი მუსიკა. დღისაგან განსხვავებით ღამის სეტი თავისუფლების კუნძულზე აგრძელებდა სიცოცხლის და კიდევ უფრო მეტად გახურებული მუსიკა დილამდე არ კარგავდა რიტმს. საქართველოში პირველად ვარ და მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა აქ დავუკრა. ქართველი მსმენელი პოზიტიურია. მათგან დადებით ენერგიას ვიღებ და ვიმედოვნებ, მომავალშიც დავუკრავ თქვენს ქვეყანაში. უძილო ღამეები ცეტასასმელი განკითხვა, კლაბერებისათვის კლუბში წასვლის მთავარი მიზეზი დასვენებაა სასურველი მუსიკის დახმარებით. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თბილისის სამარსეთი დღეს დასასრულს უახლოვდება და მელომანებს სულ რამდენიმე საათი რჩებათ საყვარელ მუსიკოსებს ცოცხლად მოусმინონ. მე ყოველთვის ვუკრავდი კლასიკურ მუსიკას. ასევე მიყვარდა ელექტრონული. შემდეგ ვცადე მათი გაერთიანება. შექმნა მუსიკა ეს საუკეთესო, მშვიდობიანი სამუშაოა, რომლის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია მსოფლიოსთვის. სპეციალურად ნილს ფრამისათვის სცენაზე 3 ფორტეპიანო განთავსდა და მუსიკოსმა მელომანებს კლასიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი შესთავაზა. სხვადასხვა არტისტების ვორქშოპები და ცოცხლად შესრულებული მუსიკა. თბილისის სამარსეტმა ფესტივალის სტუმრებს ჰარმონიული დღისა და ღამის სეტების კომბინაციაზე უმასპინძლა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს შემდეგ სეტამდე დაემშვიდობა.